ეს ამბავი ერთ ძალიან ნიჭიერ და ძალიან პატრიოტ, უკაცრავად, ხო, პატრიოტ ახალგაზრდას გადახდა. ამ ახალგაზრდამ პატარაობიდანვე დიდ მეცნიერებას მიუძღვნა თავი და საკმაოდ წარმატებითაც მიუძღვნა. პროფესიონალები მას სერიოზულ და ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. სხვათა შორის 13 წლამდეც. ასე რომ სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ პერსპექტიული ახალგაზრდა დატოვეს იქ, სადაც ის სამშობლოს გამოადგებოდა. პერსპექტიული მეცნიერის ცხოვრებაში დაიწყო თავდაუზოგავი შრომის ხანა. მიუხედავად მატერიალური არადაინტერესებისა, ჩვენი გმირი სულ მუშაობდა და მუშაობდა, რადგანაც ძალიან უყვარდა თავისი საქმე. თანაც ჟეროდა, რომ ეს საქმე მის სამშობლოს გამოადგებოდა. ეს ისე, სხვათა შორის. ასევე სხვათა შორის, ერთი ჩვეულებრივი თავდაუზოგავი შრომის დროს ახალგაზრდა მეცნიერის გონება არასასხვათაშორისო იდეამ გაანათა. ეს უბრალო განათება კი არა, ნამდვილი ელვა იყო სამამულო მეცნიერებისათვის. ჩვენი პატრიოტი მეცნიერისთვის კი სამამული შვილო საქმე. მიუყვეთ მოვლენებს. ელვა იდეის განსახორციელებლად ახალგაზრდა პერსპექტიულმა მეცნიერმა პერსპექტიული გზის ძებნა დაიწყო. ეძება დიდხანს და თავდაუზოგავად. ეძება ყველგან, სადაც ნიჭს, იდეებს და მამულიშვილურ საქმეებს აფასებდნენ. მაგრამ ბოლოს მხოლოდ ის აღმოაჩინა, რომ მისი ნოვატორული იდეების დაფასება კი არა, შეფასებაც არავის შეეძლო. ჩვენი პატრიოტი გმირი მიხვდა, რომ მის საყვარელ სამშობლოს უჭირდა. ხო, უჭირდა. არადა უჭირდა ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერსაც. იმდენად არა მატერიალურად, რამდენადაც მეცნიერულად. უჭირდა გენიალური იდეის განხორციელების გარეშე მიტოვება. ბევრი ფიქრისა და ჭოჭმანის შემდეგ ჩვენმა ძალიან პატრიოტმა გმირმა გადაწყვიტა წასულიყო იქ, სადაც სამწუხაროდ მამულს ვერა, მაგრამ მეცნიერებას გამოადგებოდა. მისთვის ძალიან რთული იყო შელეოდა საყვარელ ადამიანებს. საყვარელ მიწას. არადა იქ, სხვაგან, მისი ნოვატორული იდეა უკვე შეაფასეს და დააფასეს კიდეც. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. სამშობლოს, რომელსაც საერთოდ უჭირდა, ამ საკითხშიც ძალიან გაუჭირდა. ანუ ჩვენს მოწადინებულ მეცნიერს მისი საყვარელი სამშობლოდან გასვლის უფლება არ მისცეს. არ მისცეს და მორჩა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი ახალგაზრდა, ძალიან პერსპექტიული და ძალიან პატრიოტი მეცნიერი საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ძირძველ მუხას მოწყვეტილი ყლორტი იმ სარეველა ბალახს გავს, რომელიც არც ერს სჭირდება და არც ბერს. ასევეა სამშობლოს მიწას მოშორებული ადამიანიც. იგი არც საკუთარ თავს ადგება და აღარც სხვას. მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ ადამიანი საკუთარი ნებით წყვეტს სამშობლოსთან კავშირს? რატომ მიდის იგი უცხო ქვეყანაში? ან მტკივნეული საკითხის გასარკვევად ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. ეხლა აქ თუ იქნება საშუალება არ წავალ. ჯობია რომ აქ იყოს ვინმე საშუალება რომ იქ არ დამჭირდეს წასვლა. რა თქმა უნდა წავიდეთ. რატო? მე მგონი ადვილი მისახვედრია რატოს. ხელოვანი შემოქმედი ადამიანი ვარ და ალბათ იქ უფრო გამოვიყენებდი შესაძლებლობებს. რა იქ უფრო მეტი პერსპექტივაა რა საქართველოსთან შედარებით რა. საშუალება რომ იყოს საქართველოს არ არის ცუდი ადგილი. პირიქით ძალიან კარგია და რაც ყველაზე საკვირველია, ამედემიდანაც მიდიან ახალგაზრდები. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი არის ფულთან დაკავშირებული. სამსახურის შოვნა თუ რაღაცა აუცილებლად ზემოდან უნდა გყავდეს ვიღაცა პატრონი და ნიჭიერი ადამიანი ვერ გაიგნებს გზას. მე იქ ვარ გათხოვილი. როცა საქართველოში სიტუაცია შეიძლება აქ გადმოვიდეთ საცხოვრებლად. მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ. ნუ პრინციპულად უნდა იარო ცხოვრებაში და ალბათ რაღაცას მაინც მიაღწევა აუცილებლად. დიახ, პრინციპულობა აუცილებელია. ხოლო პრინციპი ერთადერთი. სამშობლოს სიყვარული.
მაქვს საშუალება და არ მივდივარ. არ მინდა. ჩემი მკვდარი მირჩენია სხვის ცოცხალს. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირს. კითხვა: რას აკეთებს ადამიანი, როდესაც მის მოთმინებას საზღვარი აღარ აქვს? პასუხი: ცდილობს საზღვარი გადალახოს. ამგვარი მოთმინების საზღვარდაკარგული ქართველებით დღეს სავსეა ახლო თუ შორის საზღვარგარეთის ქვეყნები. განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, ქართულ ტერიტორიებად ითვლება გერმანია, ჰოლანდია და ამერიკა. ამ და არა მარტო ამ ქვეყნებში დროებით თუ მუდმივად საცხოვრებლად ჩასულმა ქართველებმა ისე სწრაფად გაითქვეს სახელი, რომ დემოკრატიის მამა ამერიკაც კი მიიყვანეს იმ აზრამდე, რომ დემოკრატიასაც თავისი საზღვრები აქვს. შედეგად ამერიკის საკონსულომ სასწრაფოდ შეზღუდა ჩვენი ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. მას მიბაძეს სხვებმაც, მაგრამ სულ ტყუილად. სახელმწიფოს ყურადღებას თუ ბედის ღიმილს ვერ ნაღირსები ქართველების დიდი უმრავლესობა ევროპაში და ამერიკაში დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც ყველაზე დაბალანაზღაურებადი არაბები, ინდუსები ან კამბოჯელები. თუმცა ამაში ვერც ერთ ემიგრანტს ვერ გამოტეხავთ. უცხოეთში საცხოვრებლად გადაბარგებული ქართველების რიცხვს გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო არავინ ითვლის. ან ითვლის და ინახავს. რადგან თქვენი გადაწყვეტილება გაფრენის შესახებ მტკიცია, მოდით ერთად ვაწარმოოთ დღიური. აღვნიშნოთ ყველაფერი. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ მომავალმა თაობებმა არ დაკარგონ ამბავი თქვენი გაფრენის აფრენის შესახებ. სავსებით არაოფიციალური მონაცემებით, ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველო 1,5 ქართველმა დატოვა. ოფიციალური მონაცემებით შესაძლოა ეს რიცხვი ნაკლები, ან სულაც მეტი იყოს. საზღვარი ბევრია, სამშობლო კი ერთი. საყოფა ცხოვრებო დასკვნებიდან. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ანსამბლი. ეს არის ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ერის სიონი, რომელიც მშვიდობიანად მოღვაწეობდა. ცეკვავდა და მღეროდა. საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ჩვენი ანსამბლი მეხუთეჯერ არის ამერიკაში, მეხუთეჯერ იყო. აქედან სამჯერ ჩემი ხელმძღვანელობით. და ეხლა ეს ტური განსხვავებული იყო იმით, რომ ერთი საცეკვო მუსიკა არის გამდიდრებული, არატრადიციული ინსტრუმენტებით. ბოლო ტურნე ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა. რიცხობრივ შედეგობრივი მაჩვენებლებით. ამერიკაში 10 მოცეკვავე დარჩა. ამერიკული მხარე უხსნიდა მათ, რომ თქვენ თუ რომელიმე თქვენთაგანი დარჩება, რახან მობეზრებული ყავს ამერიკას ეს ემიგრანტები და არა მარტო ქართველები. არ გააკეთოთ, არ გაუფუჭოთ ანსამბლს სახელი, არ გაუფუჭოთ თქვენს მეგობრებს საქმე. ჩამობრძანდით, ჩვენ ვართ პასუხისგებელი, ხოლო ჩამოდით თბილისში და მე როგორც გინდათ ისე წადით. ნუ გააკეთეთ, სულ ამაზე იყო ლაპარაკი. თუმცა ჰუმანურმა შეგონებებმა და არც ანსამბლის პერსპექტივებმა ქართულ ათეულს ეროვნული გრძნობა არ გამოუღვიძა. საოცრება, მე ვერც წარმოვიდგენდი რა უნდათ, მაგრამ
მე ნელა გაირკვა რომ იქ ვიღაცები მოდიოდნენ ქართული ანსამბლებია სადღაც რესტორნებში ცეკვავენ რაღაცა უთხრა დარჩით აქ აგერ იქნებით ჩვეულება შესანიშნავად კარგად ეხლა კი ჩვენ ამბები მოვივიდა უკვე ჩვენი ყოფილი წევრებიდან რომლებიც არიან იქ ეხვეწებიან ურეკავენ არიქა პულისფული არა გვაქვს უკვე ამერიკაში მიღწეულმა წარმატებამ გრანდიოზულმა წარმატებამ ქართველ მოცეკვავებს სამშობლოსკენ მომავალი გზა დაავიწყა მოტყუილებით აგერ ერთი წუთით გავალთ მე და ამერიკას რო ბატონ ჯამალ 10 წუთში მანდ ვიქნებით ალიბი გაიკეთეს და თურმე ვაშინგტონში დაჯდნენ და წავიდნენ ნიუ-იორკში ღალატი რა თქმა უნდა მტკივნეული იყო მით უმეტეს მაშინ როცა ვერც წარმოვიდგენდი რომ ამას გამიკეთებდნენ ახლა ეს ვინ არიან ეს ადამიანები აი თუ შეიძლება ჩემი გაზრდილებია გველი გამიზრდია უბერში ძალიან გულდასაწყვეტი სიუჟეტის დასასრული ხო და ასე იყო ჩამოდიოდნენ საქართველოში კრისტალურად სუფთა უცხოელები მუშაობდნენ და მუშაობდნენ თავისი კრისტალურობით. ჩვენ ბატონო, ჩვენი ქვეყანა გვენდო და მისია მოგვანდო. მისია და თანაც რა მისია. ჩვენს გარეშე ერთი ქართული ჭიანჭველაც არ უნდა გადავიდეს იქითო. მუშაობდნენ და მუშაობდნენ. მარა ცოტა ხანში რომ გამოიხედავდნენ აქეთ-იქით და რომ დააკვირდებოდნენ კარგად ქართველებს, თავისი კრისტალურობის ცოტა არ იყოს შერწყვებოდათ ხოლმე. ხო და უნაკლო კრისტალი სად გაგონილაო? იფიქრებდნენ ასე. თანაც აქ კრისტალის კი არა, სხივის შუქს ვერ ამჩნევენო. ხო და ერთი ან ორი ჭიანჭველა ვითომ რას უზავს ამხელა სპილოებსო. თანაც ჭიანჭველებს ხომ თავიანზე ორჯერ და სამჯერ დიდი ტვირთის ტარება შეუძლიათ. იმათ ტვირთი მოიტანონ და დანარჩენი ჩვენ ვიცით. წავიდნენ, გაიხარონ და გვახეირონო. ჩვენ სადაც ვართ, იქაურ კრისტალს დავიხურავთო. აბა. იყო და არა იყო, რა, იყო ერთი არასტანდარტული ახალგაზრდა. საქართველოსთვის არასტანდარტული. რომელსაც საკმაოდ არასტანდარტული იდეა. საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა. მოუვიდა თავში. მე არ ვისი ეს კაცული. მაგრამ ჩემი ამხანაგი დამილეკე დუბაიში უთქარი ჩამოდი. მაშინ ეს იქ იყო. კაცული მე არ ვიცი როგორ დაელაპარაკო. მაგრამ კენს ბედმა გაუღიმა და მანაც გამოიყენა ბედის ღიმილი. კონცერტიდან დამემართა სიმპათიები. კონცერტზე რომ დავინახე უნივერსიტეტ სცენაზე რომ მღერო და რაღაც მომეწონა და ვიცი, მე თანდათანობით შემიყვარ და გადავწყვიტე რომ გავყოლილიყავი ცოლად. ახლად შექმნილი ოჯახი რეალურად ნათლად უყურებს მომავალს. პოპულარული. ვიდრე დღესდღეობით არის უფრო პოპულარული რომ გახდეს, აქ უფრო იაფიჩდება ყველანაირად ვიდრე იქ. შეიძლება იქ რამოდენიმე წელი მოუნდეს ამის გაკეთებას, რომ პოპულარული გახდეს და აქ ახლა თითქმის 1 წელი არის რომ ღერის და თითქმის ყველა იცნობს უკვე თავისი მარტო სიმღერაც აქვს თვითონ მარტო თვითონ ასრულებს იმ სიმღერებს და შეუძლია აქ უფრო პოპულარული იყოს ვიდრე ამერიკაში. მაგრამ ქართული და ნიგერიული ტრადიციების მიხედვით წყვილი მამაკაცის სამშობლოში აპირებს ცხოვრებას. ჯერჯერობით წავალ მშობლების სანახავად ნიგერიაში და მე საცხოვრებლად ვაპირებთ თავის ძმასთან ახლოს იქვე ჩიკაგოში ვაპირებთ ცხოვრებას. მანამდე კი მე მინდა იმ ჰერო რაპი ბლუზ reggae საქართველო traditional music.
ასე გაამრავლა და აამღერა ნიგერიელი, სამშობლოში ტექნოლოგისტი, ახალგაზრდა ქართველმა ქალმა და ქართულმა ჰავამ. საკმაოდ ფერადოვანი სიუჟეტის დასასრული. თუ თქვენ შესანიშნავად გრძნობთ თავს იქ, სადაც იმყოფებით, ესე იგი ყველაფერი ისეა, როგორც პატრიოტიზმს და პატრიოტულ ყოფას შეეფერება. აბა